საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინა. საეკლესიო გადმოცემით წმინდა ნინო საქართველოში მეოთხე საუკუნეში შემოვიდა და მის სახელთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. წმინდა ნინოს ჯვარი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ობიექტივის პირდაპირ ეთერში პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ ქართველი წვრილი და საშუალო მწარმოებლების პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც თანხმოურავის თქმით ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქციის ქსელურ მაღაზიაში განთავსებას, რადგან მსხვილ მწარმოებლებს შეაქვთ საკუთარი პროდუქტი და მაღაზიებს ისეთ გადასახადებს თავაზობენ, რომლის შემდეგ ქსელური მაღაზიები აღარ არიან დაინტერესებული წვრილ და საშუალო მეწარმეებთან თანამშრომლობით, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის ფასების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. წვრილი და საშუალო ქართველი მეწარმე ვერ შედის თავისი პროდუქციით მაღაზიების ქსელში. აი ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. იმიტომ რომ მაღაზიების ქსელში ჯერ ერთი სხვილი მწარმოებლები და ხშირად საერთოდ არა ქართველი მწარმოებლები შედიან თავისი პროდუქციით და მეტიც სთავაზობენ ისეთ ფასნამად გადასახადს იმ მაღაზიათა ქსელს, ისეთ ეგრეთ წოდებულ cashback-ებს და სხვა, რომ ის ქსელი აღარაა დაინტერესებული, რომ ქართული კაცი შეუშვას. ის რო შედიოდეს, ფასები ავტომატურად დავარდება. აქ ხდება შემდეგი რამ. თქვათ, აწარმოებს წვენს რომელიღაც უცხოელი მწარმოებელი, ან ქართველი ძალიან მსხვილი მწარმოებელი. მას შეაქვს ქსელი ნიკორას ქსელში და ეუბნება ნიკორას, რომ მე შემოვიტანე აგერ ჩემი წვენები, ჩემი წვენი თვითღირებულება არის, ვთქვათ, 70 თეთრი, 10 თეთრს ვაძებ მე, ანუ სულ 80 თეთრია და შენ ორლარად გაყიდე თუ გინდაც. ესე იგი, მაღაზია ამ შემთხვევაში უფრო მეტ მოგებას იღებს, ვიდრე თვითონ მწარმოებელი და ვიდრე თვითღირებულება. ოღონდაც ორლარად რო ყიდი, სხვა არავინ არ შემოუშვა. სხვა წვრილი ეს არ ნიშნავს, რომ არავის არ შემოუშვებენ. რა თქმა უნდა, კიდე ეგეც რამდენიმე შეუშვებენ, მაგრამ 200 წვრილი მეწარმეა, ვისაც წვენის შეტანა უნდა და შეუშვებენ სულ 5-ს. დანარჩენები ვეღარ შედიან და აღარ საწარმოებენ მერე იმ წვენს, იმიტომ რომ გაუფუჭდათ ის საქმე. ამით მაღაზიებში არიან მხოლოდ წარმოდგენილია 5, 6, 7 ისიც სულ მსხვილი მეწარმეები, ან უცხოელი, 1-2 ქართველი, ძირითადად დანარჩენი უცხოელები და ამ დროს ჩვენ წვენების ქვეყანა ვართ. და 100 წვრილი მეწარმე მოკვდა ამასობაში ამ სქემით. აი ეს არის პირველი ყველაზე მთავარი პრობლემა. ის 100 წვრილი მეწარმე რო შედიოდეს, ფასი აუცილებლად დავარდება. ანუ აქ ორმხრივი პრობლემაა. ერთი რომ ფასის დადება ხდება და გაორმაგება და მეორე და უფრო მთავარი პირველზე ის, რომ არ უშვებენ ქართველ მეწარმეებს. აი პრინციპულად არ უშვებენ. აქ ამიტომ ამოხსნა რაშია? კანონმდებლობა უნდა ავალდებულებდეს, ან თვითონ უნდა ქმნიდეს კანონმდებლობა, საჯარო პირობები უნდა იყოს. რა საჯარო პირობებით ნებისმიერ ქსელში შევძლებ მე მეწარმე რომ შევიტანო ჩემი პროდუქცია. საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ილია ღუდუშაურს სურდა სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 2022 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი სწორედ მისი დავალებით შეწყდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 8.525.876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის იღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.
2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2,198,196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა. განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბროდოვიჩი 1996 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის იყო უკრაინის კონსული სტამბოლში, გენერალური კონსული კრაკოვში, ხოლო 2015-2022 წლებში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპას თავის დაცვა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე არ შეუძლია. მისი განმარტებით, ევროპას ზუსტად ისევე სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც შტატებს სჭირდება ნატო. მარკ რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში შტატების პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განმარტა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებს დანიასა და გრენლანდიას შორის დიალოგის გაგრძელების საკითხებთან დაკავშირებით. ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს. ეს არასდროს მოხდებოდა პრეზიდენტ ტრამპის გარეშე. მართლა გონიათ, რომ იტალია, ესპანეთი ან კანადა ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე მიიღებდნენ? გამორიცხულია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, განაგრძეთ ოცნება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამერიკის გარეშე ევროპა კარგავს თავისუფლების მთავარ გარანტს. ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. 2 მილიარდიან ბაზარს ვქმნით, ეს არის ორი გიგანტის მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესი ეკონომიკების ისტორია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს და მილიონობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის. ცნობისთვის, ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. შეთანხმების მიხედვით 2032 წლისთვის ევროკავშირი ინდოეთში ექსპორტს გააორმაგებს. ინდური მხარე კი ევროპულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს ან საერთოდ გააუქმებს. როგორც მედია წერს, შეთანხმების ამოქმედებას სავარაუდოდ 1 წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სტარმერის ვიზიტის მთავარ მიზანს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება და არაპროგნოზირებად შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს. როგორც როიტერსი იუწყება, ეს იქნება ბრიტანეთის პრემიერის პირველი ვიზიტი 8 წლის განმავლობაში. სტარმერის ვიზიტი დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნას გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ, რამაც ლონდონსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბა.